ვიღაცები ხო ფიქრობენ, რომ ბიტკოინი მართლა არაფერია და არაფერი გადმოგირიცხე რა. სინამდვილეში ეს ფუნდამენტური შეცდომაა იმისა, რომ ადამიანს არ ესმის ფული როგორც ტექნოლოგია რა არის. ანუ ფულის არანაირი საჭიროება არ იქნებოდა ჩვენ რომ ზუსტად იმდენიმე რამეს ვაწარმოებდეთ, რამდენსაც ჩვენ თვითონვე მოვიხმართ. და არც მარტო იმდენ თევზს ვიჭერ, რამდენსაც საღამომდე ვჭამ და მეორე დღესაც იგივე. მაშინ გამოდის რომ ჩვენ შორის ვაჭრობის საჭიროება არ არის რა. მასმე რაც ადამიანის სხვადასხვა ტექნოლოგიებით ადამიანის პროდუქტიულობა გაიზარდა და ამის დაგროვების საჭიროება გაჩნდა. ჯერ ბარტერით ცდილობდნენ, მერე ყველაზე ნაკლებად რაც დროში ფუჭდებოდა, იმით ცდილობდნენ, მაგრამ სინამდვილეში რომ დაიყვანო ის ბარტერამდე და ყველაფერამდე, თავიდან პირველი რა იყო? რომ თქვა შენ რომ მე რამე სიკეთეს გამიკეთებ, რა თევზი დაიჭირე 2 ცალი და 1 მე მომეცი, ხო, ძველ დროში ვცხოვრობთ. შენ თუ ეს თევზი მომეცი იმის სამსვლად, რომ მე დაგკვირდი რომ აი შენ რომ რამე დაგჭირდება ჩემგან, მეც დაგეხმარები. სინამდვილეში ჩვენ შორის ვაჭრობა მოხდა, მე ფსევდოფულივით რაღაც დაგკვირდი. მაგ შემთხვევაში უნდა დავიმახსოვრო რა სიკეთება გაწეული, რომ ისა და ფული ფაქტიურად დამახსოვრების საშუალებაა. მაგრამ პირველი ჩანასახი ფულის ეგ არის, რომ მე თუ შეიძლება არაფერი არ მქონდა იმ მომენტში, შენგან თუ რამე მივიღეს, სანსვლად რამეს დაგკვირდი, ერთად თუ ცხოვრობდით გამოქვაბულში, გითხარი რომ არც ლომი თუ დაგესხმება, დამიძახებ მოვალ და მეც დაგეხმარებ. ამ მომენტშიც შენ ჩემგან არაფერი არ გაქვს გარდა დაპირებისა და გარდა იმისა, რომ მენდობი. ხო და თუ ჩვენ ამას მე ტექნოლოგიურად გავაძლიერებთ, მე რეალურად რაც ოქრომდე, მე რაც ბეჭდურ ფულზე ავდით, მე ბოლოს ბიტკოინში, მაგრამ სინამდვილეში თავის საფუძველში არის ერთმანეთისთვის რაღაცის დაპირება. მე რო შენი რაღაცა ვალი მაქვს, ან ერთმანეთის სიტყვაა რა, რომ მე შენ რო ამ ქაღალდით მოხვალ, რომელზეც წერია რომ ჰერმანი რაღაც ჰერმანმა ერთ სურვილი უნდა შემისრულოს. მაგ ქაღალდს მე გავანაღდებ, ასე ვთქვათ, ჩემი ქმედებით. ეგ როგორც თავიდანაც აღნიშნე, რომ ფული სინამდვილეში არის ის ღირებულება, რომელიც მე გავუწიე დანარჩენ საზოგადოებას და ახლა მე მაქვს ეს ღირებულება. ფულზე რო ეწეროს ლარიანზე, რომ მე შენი ერთ სურვილს გისრულებ, იქნება უფრო მარტივი, პრიმიტიული, მაგრამ შინ არის ისეთივე რამე, რაც ეხლა დღეს თუნდაც ბიტკოინია და თუნდაც დოლარია და თუნდაც ოქრო იყო იქამდე.